აი ეს ბუა შექმნეს ჩემგანო, სადაც ამბობს კაცი ის მომენტები უკვე ამოჭრილია აღარ უშვებენ ეგ ტელევიზიები. ეთქვა რავი აღარ აწყოთ რაღაცა ძალიან სლეობა გამოდის და ერთი უყურეთ ამას და მეორე კიდე ჩემი გადაღებულია და მე გავაგზავნოთ რა. და ძალიან მიტყდება ესე რომ ვთქვა რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული სამწუხაროდ ძალიან მწვენეა ამის ძალიან მწვენეა რომ ეს ხალხი ეხლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადველებდი ამას თვალს სამწუხაროა ძალიან სამწუხაროა გონია რომ არის ძალიან მარტივი პრიმიტიული პროპაგანდასთან გვაქვს საქმე რომელმაც 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი რომ ყოლოდათ რამოდენიმე ბუა მათ შორის ერთი მე ვარ ნახეთ არ დავდივარ აქციებზე ეს რომ მინდოდა იქ ყოფილიყავი თქვენი ხო და ვერ დავდივარ აქციებზე და მაგალითად მე რომ ახლა გინება დავიწყო ამ პერსონის მიმართ ფანტაზია არ მეყოფა აი რისი თქმაც მინდა ამას აი ერორი რო ქვია ხო იცი ეგ მომივა აი არ მეყოფა სიტყვას ვერ ვიპოვი და ისიც რო ვიცოდე მარტო დარწმუნებული რო ვიყო რომ კაცები მიყურებენ აი იმ კაცებისაც შემცხება მე რის თქმაც მინდა ეგ რო ვთქვა ამიტომ ნუ ზდილობის ფარგლებში ახლა ახსნები იმას რომ რესურსი ვიღაცამ კი არ დახარჯა რესურსი დახარჯე შენ სიცოცხლე ადამიანის სიცოცხლის რესურსი ათობით ადამიანის სიცოცხლის რესურსი დახარჯე რომ შენგან შექმნილიყო ბუა და მე ვაფშე რაში ვარ დარწმუნებული ცით აი ეს ადამიანი თუ არ ამბობს გულში მაინც ბლატაოს და ამაყობს იმით რომ მისი სახელი არის ბუა და მისი სახელით ესე იგი შიში ზარცებს აი ნაცები მოდიან მისი თამადობით მაგრამ ეს იმიტომ კი არ შეიქმნა ეს სახელი ასეთი სახელი რომ თვითონ მაგარი ტიპია ეს არავინ არა ორ სტრუქტურაში რომელშიც ამ პერსონამ ეგ სახელი მოიპოვა შეხედეთ აბა ერთი იყო პირველი იყო ციხე სადაც უუფლებო ადამიანები დაამწყდეული დააბმული ადამიანები არიან რომელსაც არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და რა უნდა იმათ მორევას იმათ მოკლას იმათ დაჩაგვრას პატიმრის რა პრობლემაა ყველაზე მოწყვლადი ხალხი და იქ მოიხვეჭა ასეთ სახელი და ჯარი სულ ვარესი მე თავდაცვის მინისტრო იყო პატიმარს იმის უფლება მაინც აქვს შეგაგინოს ან ხელი დაგარყას და მე ან კარცერში ჩასვამ ან რა ვიცი სიკინა ხო არ გააგდებ და ჯარსმა რა უნდა თქვას ახლა უბატონო თქვას არიღებს იქ არავინ და უსიტყვო დასრულებენ ყველა ბრძანებას იქ ოთლად ვარესი და იქაც კიდე აი ამ ორ სტრუქტურაში საჭირო დრო საჭირო ადგილას აღმოჩნდა და მოიპოვა ასეთ სახელი თორე განა ეგ ვინმე არის ეს არის საცოდავი ვაფშე ყველა კოლექტიური საცოდავები არიან კომპლექსიანი დედამოტყნულები ეგენი არავინ არ არიან ბირჟაზე უბანში და ნუ მოხდნენ აღმოჩნდნენ საჭირო დრო საჭირო ადგილას და ძალა უფლების ხელში ჩაგდებით შეიქმნეს ის სახელი და ის სახე რაც არიან რა დღეს რომ შიში ზარს კი არა მასემენ კაცო და თქვენ ახლა ვინც აქციებზე დგებით ვინც აქციებზე ხარ და თუნდაც იძახით რომ ნაცების დედა მოვტყანო აი ამის დაბრუნებას ჩალიჭოთ აი ამის და ასეთების დაბრუნებას ჩალიჭოთ თქვენ ვინც ხართ აქციაზე ვინც ერთხელ მაინც ყოფილ ხართ აქციაზე და ვისაც გონიათ რომ ქოცებს გადავაგდებ და კარგად ვიცხოვ და აი ამის დაბრუნებას ჩალიჭოთ და რაც გეკუთვნის რა შეურაცხყოფათ გეკუთვნით თქვენ აგერ ხალხისთვის მომინდვია რა მე არ ვიტყვი არაფერს და მეორე ის რომ დავამატე ის გამომჩა მეორე კადრი ვერ გავდივარ აქციებზეო ეს აქციებზე რომ გავიდეს იქ მართლა დახვდება ვიღაცა ისეთი რომელიც ფიქრობს თავის გულში რომ ნაცი არაა და იზღება ნაცი ნუ მისდაუნებურად ნაცებს აბრუნებს მაგრამ ხო ფიქრობს რომ არაა ნაცი ამას მოკლავდნენ აქციაზე ეს აქციაზე როგორ გავა ვერ გავდივარო იმიტომ თქვა ხო ეგ იყო მიზეზი ასე ნაწყვეტი ვიდეოების დადება ამჩვევი ერთ ვიდეოში ვწერ ხოლმე და ეხლა გზადაგზა მახსენდება კაცო აი ეს ადამიანი ბაჩო ახალაია საქართველოში რანაირად მოძრაობს და რანაირად გადაადგილდება მე არც ვიცოდი ეგ საქართველოში რო იყო არ ვიცოდი და რანაირად დავჭირო ხოლმე მართლა მთელი დღე იმაში კუხნაში ხო არის კაცო გარი ხო გამოდის და ვიღაცა მაღაზიაში ხვდებით ქუჩაში ხვდებით სანამ ხალხი შეждდება ეს საქართველოში რა პონჩი მოძრაობს ეგ გამაგებინეთ რა ესო ამას სადმე გადავაწყდე არ ვიცი ახლა შეიძლება აქით მაჯუბოს და აქით მომერიოს არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ ამას ხო შევაკალი თავი ბიჭო აი მერაბიშვილი რო შეხვდა ეს აი ხო მერაბიშვილზე ვამბობ კაც ახლა მერაბიშვილს ხელს ჩამოართვე ამასთან შედარებით ბიჭო ეს საქართველოში რანაირად მოძრაობთ ნორმალურები ვართ ჩვენ აი არ ვიცი რა ვთქვა რა